სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. მე გახსოვთ რამდენიმე დღის წინ გითხარით სიმონ ახალი ღვთისმეტყველის დამოკიდებულება ლიტურგიული უпроსწორეთ ევქარისტიული მსახურებისადმი, წირვისადმი, ანუ როდესაც ისეთი სიტყვებით გადმოსცემს თავის დამოკიდებულებას, შიშს და კრძალვას ამ მსახურებისადმი, თავად მღვდელი იყო, მოგეხსენებათ, რომ ამის მერე რომ წარმოიდგენ, რომ უნდა იმსახურო, ხა ჩემ თავზე ვამბობდა ყველა სასულიერო პირი, ყველა მღვდელი და მეთანხმება, ბუნებრივია, რომ იგივე განცდა ჩვენც უნდა გქონდეს ეს შიში, ეს კრძალვა ამ საშინელი მსახურებისადმი. და თუ ეს არ არის და ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს ეს შიში, დასავამი სიბრძნის არის შიში ღვთისა, ეს ჩემის აზრით ყველა იმ უბედურებას იწვევს, რაც არის ეკლესიაში და რაც არის ერში. იმიტომ რომ ვერანაირად ვერ შეურაცხყოფ უფალს უფრო მეტად, ვიდრე არაკრძალვითი, მეცაც ვიტყვი თავხედური მსახურებით, როცა შეურაცხყოფ მას საკურთხეველში მღვდელი. გახსოვთ, უფალი ამბობს საკმაოდ მძიმე სიტყვებს, ქრისტე, რომელიც ყველაზე საშინელ ადამიანებს, ვინ ჩვენ წაგვიკითხავს სახარებაში, ქრისტეს მკვლელებს, რომლებიც დგანან და მომაკვდავ მაცხოვარს, ცინიკურად კიდე ეღლაბუცებიან ქვემოდან და დასცინიან, აი მათ შესახებ ვკითხულობთ, მათ მიმართ დამოკიდებულებას ვკითხულობთ სახარებაში, როგორ შეავედრებს ამ ადამიანებს მომაკვდავი ჯვარზე მყოფი ჯერ კიდევ განკაცებული ღმერთი ზეციურ მამას. მამაო, მიუტევე, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. და აი ქრისტე, რომელიც განხორციელებული სიყვარულია, რომელიც ამგვარი პირადი მაგალითით გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ ყველა ადამიანს, რომლებიც თუნდაც ჩვენი აზრით, ან საერთოდ არასწორად იქცევა და როგორ უნდა ვპატიებდეთ ყველას. იგი ამავე დროს იგივე ქრისტე ამბობს უცნაურ სიტყვებს სახარებაში, რომ სული წმინდის მგმობელს არ მიეტევება არც აქ და არც მარადისობაში. რა თქმა უნდა, უამრავი განმარტება სული წმინდის გმობის შესახებ, თუ ეს რა არის და ყველაზე ისეთი გასაგები განმარტება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც ღვთის განგებულებას და ღვთის მოქმედებას ამ სამყაროში, რომელიც მისთვის აღესრულება უარყოფს შეგნებულად, მიზანმიმართულად. ეს ეხება ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანი აშკარად წესით გონიერი ადამიანი თავის ცხოვრებაში ღმერთის ხელს და კვალს უნდა ხედავდეს, იმიტომ რომ გვესმის, რომ ღმერთის ხელისა და კვალის დანახვა, ასე ვთქვათ, იოლიც არ არის, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა თუ კარგად ადამიანი მოინდომებს დანახვას, ამას დაინახავს ჩვენს ყოველდღიურობაშიც კი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამაში ალბათ ყველა სასულიერო პირი დამეთანხმება, მღვდელი, რომელიც სანამ მღვდელი გახდებოდა, ერისკაცი იყო და მანამდე შეიძლება ურწმუნოც იყო, მაგრამ წმენით მოვიდა ეკლესიაში, მღვდელი, რომელიც ეკლესიური ცხოვრებიდან მერე მას გავჩნდა სურვილი, რომ უფალს უფრო მთელი სისავსით, მთელი გულით და მთელი ცხოვის ცხოვრებით ემსახუროს და ხდება სასულიერო პირი და მერე თუ ეს მღვდელი, ანუ მას წამს რა აღესრულება საკურთხეველში, რა საშინელი საიდუმლო აღესრულება საკურთხეველში და მერე შეიძლება ის მოიქცეს კრძალვის გარეშე. მეცაც ვიტყვით აგდებულად და თითქოს იქ ღმერთი არ შეიგზნობა, არ განიცდება და არ გარდამოდის თავისი მადლით და არ
გარდასახავს პურსა და ღვინოს, ხორცსა და სისხლად და ქრისტესთან შეერთების საშუალებას არ გვაძლევდეს. და ყველაზე მეტად კიდევ ვიმეორებ, თუ სადმე შეიძლება განიცადოს ადამიანმა ღმერთი, ყველაზე მეტად ქრისტიანი მას განიცდის ზიარებისას და გვდელი რა თქმა უნდა საკურთხეველში. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან გასაგები ხდება სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის ეს დამოკიდებულება საკურთხეველში მსახურებისადმი, როცა უსისხლო მსხვერპლი შეიწირება. მაგრამ აი ამ ყველაფრის ფონზე და ყველაფერი იმის ფონზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საკურთხეველში თუ მის გარეთ, როცა ჩვენ ღმერთს ვესაუბრებით, როცა ჩვენ უფალს მოუწოდებთ. გვახსენდება ასევე ათი მცნებიდან, რომელიც არის უმძიმესი სასიკვდილო ცოდვების, შეიძლება ასე ითქვას, კოდექსი, აი სამართლებრივიც კი შეიძლება ასე ითქვას, თუ აკრძალვითი სისტემა, ძველი აღთქმისა, რომელიც ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, და მათ შორის არ და იქ სასიკვდილო ცოდვები აქვს, ვიცით, მრუშობა, კაცისყლა, ქურდობა, ცილისწამება, ასე შემდეგ, კეფთაყვანისმცემლობა, ანუ ძალიან მძიმე ცოდვებია. ერთ-ერთი ცოდვა არის ესეთი, დედმამის შეურაცხყოფა. ერთ-ერთი ცოდვა არის ესეთი, რომ ღმერთის სახელი ამაოდ, ტყუილუბრალოდ არ მოიხსენოთ. არ შეიძლება ღმერთის სახელის აი ესე მოხსენიება. აი ესე ტყუილუბრალოდ, ამაოდ. ეს არის უმძიმესი სასიკვდილო ცოდვა, აი ამ მძიმე სასიკვდილო ცოდვების თანაბარი ცოდვა, მძიმე ცოდვა. აი წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ლოცულობს აი ესე ჩაღმავების გარეშე და არ უფიქრდება რას აკეთებს და წარმოიდგინეთ ადამიანი მღვდელი, რომელიც საკურთხეველში წირავს და მრევლი, რომელიც მასთან ერთად წირავს. აი ჩვენ ზღან ვამბობდით მრწამსი და ერთად ომახიანად წამსი რა არის? წამსი ეს არის ჩვენი ადრეს გითხარით, ჩვენი გამარჯვების დროშასავით არის. გამარჯვების დროშასავით არის. წამსი. რომ აი ის რაც გამოგვიცხადა ღმერთმა, როცა ადამიანად მოვიდა და ჩვენ ვამბობთ რომ წამს ერთი ღმერთი და ასე ჩამბოლომდე და ვამთავრ მოველი აღდგომას ამ მკვდრეთით და ცხოვრებას ამ ერმისამის საუკუნესას ამინ ვამბობთ. და მე რა თქმა უნდა უნდა გავიაზროთ, რასაც ესე ომახიანად ვამბობთ, რამდენად ჩვენი ცხოვრებით, რამდენად ვადასტურებთ მას, რომ ჩვენ ამას ვიღებთ, ჩვენ ამის გჯერა, ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს ყოველწამიერებაში, რამდენად ჩვენია ეს. ან მამაო ჩვენო, მამაო ერთად რომ რომელი ხარ, რამდენად ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველწამიერებაში, რამდენად გვეტყობა, რომ ღმერთი ჩვენთვის სულ არის და არ ვივიწყებთ მას. რამდენად ვართ ჩვენ მისი შვილნი, როცა ჩვენ მამას უწოდებთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველწამიერებაში. და აი გვახსენდება დღეს იაკობ მოციქულიდან აღმოკითხული სიტყვები, რომ სარწმუნოება ის არ არის, რომ უბრალოდ ამბობ, არამედ რასაც ამბობ, მას რო აღასრულებ. და როგორ კვეთრად საუბრობს იაკობ მოციქული. როგორ არ შეიძლება რომ ამბობდე და არ აღასრულებდე. როგორ შეიძლება რომ ამბობდე რომ მამაო და არ იყო შვილი. როგორ შეიძლება ამბობდე რომ რომელი ხარ და ვიწყებდე ის რომ არის. როგორ შეიძლება რომ პური ჩვენი არსობის ამ მომენტ ჩვენ დღეს და ადამიანი არ ეზიარებოდეს. როგორ შეიძლება რომ მომიტევე როგორც მე სხვას მიუტევებ და არ მიუტევებდე. ჩვენ თუ ასე შევხედავთ ჩვენ ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მდგომარეობა არც თლად სახარბიელოა. და მე ეხლა ადამიანი, რომელსაც თქვათ, სიბრძნე არ ყოფნის, მოდი ასე ვთქვათ. შეიძლება ხანდახან არც იფიქრებს ამ თემაზე და ისე გულარხიანად იქნება ქრისტიანი. მაგრამ ადამიანს, რომელსაც ცოტა სიბრძნე ყოფნის, იფიქრებს ამ თემებზე, შეშინდება, რომ რაღაცას არ ვაკეთებ. და თუ თლად ყოფნის სიბრძნე, მერე გადაწყლებს რომ რაღაც შეცვალოს ცხოვრებაში და ნამდვილი ქრისტიანი გახდეს. და ეხლა ამის ფონზე უკვე გავიხსენოთ დღეს აღმოკითხული სახარებიდან
როგორ თავდება, ხო, თითქოს აი უცნაურად თავდება, სიუჟეტი არ არის დასრულებული. წმინდა მამებმა აი გაგიწყვიტეს და დაგიმთავრეს დღეს სახარება დღევანდელ საკითხავში. უფალი რო ეუნება იქ ფარისევლებს, წიგნობრებს, რას გამოეძიებთ? რას ეძებთ? რას გამოეძიებთ? და გვახსენდება პარალელურად, როგორ იონეს სახარებაში როგორ ეუნება ანდრიას და იოანეს, იოანე ნათლისმცემლის, ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს და შემდგომში მოციქულ იოანეს და მოციქულ ანდრიას, რომლებიც უფალს გაყვებიან, რომ დაინახავენ, მისდევენ და მოუტრიალდება უფალი ეუნება. რას ეძებთ? რას ეძებთ? ამათაც ეუნება ფარისევლებს. რას გამოეძიებთ? მანამდე გახსოვთ თუ რა თემებზეა საუბარი იქ არცმაზე, აღდგომაზე, რაღაც უფლის იმ ადამიანურ ღვაწლზე, რომელიც რომელთაც მან იღვაწა, როცა ადამიანად მოვიდა ღმერთი, ხო? და შემდეგ უცებ, რას გამოეძიებთ? იქ მოციქულებს ეუბნება, რას ეძებთ? მოციქულები ძალიან კარგ პასუხსიძლები არის იქ, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა. რას ვეძებთ? სად ხარ უფალოში? სადაიყოფი? სადა ხარ? და აქაც ჩვენ თითქოს ჩვენ გვეკითხება უფალი, იმიტომ რაც დაიწერა ყველაფერი ჩვენ სამოზღებლად დაიწერა. რას გამოვეძიებთ? რა გვინდა? რატომ მოვედით აქ? რატო გავხდით ქრისტიანები? რატომ ამბობთ მრწამს? რატომ ამბობთ მამაოჩონოს? რატომ ვკითხულობთ სახარებას? რატომ გვიჭირავს ლოცვის წიგნები? რატომ ვეზიარებით? რას ვათენებთ ღამეს? რატომ? პასუხი არის ერთადერთი. რაც მოციქულებმა უთხრეს მაშინ უფალს. სადახარ შენ უფალ? აი ეს არის არსი ქრისტიანობისა. მე თუ მწამს, ესე ომახენა თუ ვამბობ, მწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლით და ამბობ ძეღვთისა და მერე სულიწმინდა ღმერთი და მწამს ერთი ეკლესია და საიდუმლოებები აღსრულებული მას შორის და ასე შემდეგ და ყოველი აღდგომა სამკვეთით. მე თუ მწამს და მე თუ ქრისტიანი ვარ, მაშინ ჩემთვის უმთავრესი კითხვა და უმთავრესი საძიებელი არის ეს, სადახარ შენ უფალ? სად იყოფი, სად? უფალმა გვითხრა სად არის? წმინდა მამები 2000 წელია გვეუბნებიან დღემდე სად არის საძიებელი ქრისტე? შიგნით ჩვენს გულში. მასთან პიროვნული ერთობა, ეს არის ქრისტიანის საქმე და საკეთებელი. იმიტომ რომ უფალი 2000 წლის წინ კი ამაღლდა ზეცად, მაგრამ როგორც ადამიანი, მაგრამ ის როგორც ადამიანივე გვეძლება და გვენიჭება ყოველ წირვისას, როცა ვეზიარებით და როგორც ღმერთი, მას არ დაუტოვებია ეკლესია. თავის მისტიურ სხეულად გადაგვაქცია და თქვა, მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ეს გვწამს. მაშინ შესაბამისად, ჩვენ მას ვეძებთ დღეს ისევე, როგორც მოციქულები ეძებენ. უფალი გვეკითხება დღეს, როგორც იმ ფარისევლებს კითხა, რას გამოეძიებთ? აი ჩვენს გვეკითხება, აბა რას ეძებთ? რას ეძებთ? რა გინდათ? რისთვის მოხვედით? რა არის თქვენი მიზანი? პასუხი ერთადერთია, ჩვენ გვინდა შენთან ყოფნა, სადახარ შენ უფალო? ჩვენ გვინდა იმ ბრმა რო ეუბნება, ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ, ჩვენ დავაკონკრეტებთ, ჩვენ გვინდა შენ დაგინახოთ უფალო. ეს არის ქრისტიანობა. როცა ადამიანი ამას გაიაზრებს, მერე გაერკვევა მართლმადიდებლობაში, მერე გაიაზრებს, რომ მართლმადიდებლობას აქვს ეს განძი, საუნჯე, ისიხასტური ცხოვრების წესი, ისიხასტური პრაქტიკა, ღმერთის თავის თავში შიგნით ძიებისა და იწყებს გონიერი ლოცვის სწავლას, რომელიც ყველა ჩვენგანის საკეთებელია. აი როგორც კი გონიერი ლოცვის სწავლას იწყებს, ყველაზე მეტად მაშინ მიხვდება, რასთან აქვს საქმე საკუთარი თავის სახით, რომ ამაზე დიდი მტერი, როგორც ჩვენ საკუთარი თავი გვაქვს, არ ყავს. ეს არის ყველაზე დიდი მტერი, ეს. იმიტომ რომ როგორც კი შენ მოინდომებ, სიღრმისეულად ჩახვიდე და ქრისტე იპოვო, რამდენადაც მეტად შეაწუხებს საკუთარ თავს, იმდენად მეტად გეწინააღმდეგება. კიდე შეაწუხებ, კიდე გეწინააღმდეგება, უფრო მეტად, კიდე უფრო მეტად გეწინააღმდეგება. მე რაც შეიძლება მთელი შენი ძალებით შეაწუხებ, შიგ ჩახვიდე ქრისტე იპოვო, როგორც უფალმა გითხრა, იქ მეძებეო, კიდე უფრო მეტად ისიც მთელი ძალით შეგეწინააღმდეგება. აი მე კიდე თუ უფრო მეტად შეაწუხებ, ის კიდე უფრო მეტად შეგეწინააღმდეგება და ბოლოს ის ეცდება შენი დაცემული ბუნება და იმათ უკან კიდე ეშმაკი, რომ ხელი ჩაგაქნეინოს ამ საქმეზე და ძალიან ბევრს ჩაუქნევია ხელი, როცა მას დაუწყია გონიერი ლოცვის სწავლა და ჩაუქნევია ხელი და მიუტოვებია ის.
ამასtildeობს საკუთარი თავი. აი ვაჟკაცობა სწორედ აქ არის. გმირობა აქ არის და მეომრული სული აქ არის ზუსტად. ნებისმიერ შემთხვევაში სულ აი მოინდომოს რომ ხელი ჩაგაქნიოს, მაინც არ უნდა ჩაიქნიო ხელი და თითქოს რომ უკვე მორჩა დამარცხებული ხარ, მაგრამ აი ისევ ახლიდან დაიწყო ბრძოლა და უკან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხიო. იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების საზრისია ქრისტეს პოვნა. ჩვენი ცხოვრების საზრისი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ქრისტე მიყვარს, არაფერი არ გვიყვარს, ჯერ არც ვიცნობ და რა უნდა გიყვარდეს. სანამ არ გაიცნობ, მანამდე სიყვარულზე, რა სიყვარულზეა ლაპარაკი და სიყვარული გაცნობა არა წიგნით, არა მგაგონილით, არა მონაყოლით, არა სხვისი გამოცდილებით, არამედ შენ თვითონ რომ გაიცნობ, შიგნით. აი ამ ბრძოლის ფასად. ეს არის ქრისტიანული ცხოვრება. ეს ასე რომ ჩვენი საკეთებელი, ჩვენ ძალიან გაცნობიერებული და გააზრებული უნდა გქონდეს და ასეთი ცხოვრების წესი არის ბედნიერების მომტანი ამავე დროს. იმიტომ რომ რამდენადაც მეტად იბრძვი საკუთარ თავთან, იმდენად მეტად მოგიტანს მერე ღმერთის სიხარულს. იმ განცდას, იმ უცნაურ განცდას, რომელიც სიტყვით არ გამოითქმება. ბრძოლა ძალიან დიდი იქნება. პავლე მარცხდება საკუთარ თავთან. აგე კითხულობ წმინდა წერილში მის ეპისტოლეში. გესმით პავლე, რომელსაც ისე უყვარდა ღმერთი, წარმოუდგენელია ჩვენთვის. პავლე, რომელსაც ოქროპირი ამბობს, დანთებული ცეცხლია, რომელიც ალი ზეცას წოდება, ისეთი გულმხურვალია და პავლე მარცხდება საკუთარ თავთან ბრძოლაში. და ბოლომდე იბრძვის პავლე და პავლეს ისე უყვარს ღმერთი, რომ ბოლომდე კვდება მისთვის და პავლე ისეთი ბედნიერია, რომელიც ასევე ჩვენთვის წარმოუდგენელია. ის ჯერ კიდე ხორჩი მყოფი სასუფეველსაც იხილავს, ის ჯერ ხორჩი მყოფი ამბობს, ჩემთვის სიცოცხლე არის ქრისტე. ბუნებრივია, რომ როცა შენი სიცოცხლე ის კი არ არის, აი რას ჭამ, რას სვავ და რას აკეთებ, ეს ხორცი კი აღარ არის სიცოცხლე, მაგრამ თავად სიცოცხლის წყარო, თავად ბედნიერების წყარო, სიყვარულის წყარო, სიკეთის წყარო, თავად შემოქმედი ხდება შენთვის სიცოცხლე. ბუნებრივია, რომ ეს არის სწორედ ბედნიერება, რომელიც ისეთი სიხარულის მომნიჭებელია, რომელიც არც თვალს უხილავს მიწაზე, არც ერთ ყურს არ გაუგონია დედამიწაზე და არც ერთ ხორჩი მყოფ გულს არ შეუგზნია და განუცდია, როგორც პავლე მოციქული ამბობს. მაგრამ ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობის წინა გემოსხილვა ყველა ქრისტიანს განუცდია. მათ შორის აქ მდგომთაგან ბევრს და ვისაც არ განუცდია, ჯერ ის ქრისტიანი არ არის. და ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ეს გამიცადოთ. და ჩვენი ყოველი სიტყვა რო გწამს, ერთი ღმერთი, მამა ყოვლ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი თუ არ გვინა ჰაერში გაფრქვეული ბგერები იყოს, უყვალოდ დაკარგული და პასუხი კიდე არ ვაგოთ, რომ რაღაცას ვამბობ და არ ვაცნობიერებთ, რას ვამბობთ, მაშინ ყველა შემთხვევაში ჩვენ მიზანმიმართულად, რასაც ვამბობთ, იმის შესაბამისად უნდა ვცხოვრობდეთ, ანუ არა მარტო ვთქვათ სიტყვით, არამედ რასაც ვამბობთ, ის გავაკეთოთ კიდევაც, როგორც იაკობ მოციქული გვასწავლის. და უფლის ეს სიტყვები, რომ რა გინდათ, რას გამოეძიებთ, რას ეძებთ, გქონდეს პასუხი მზად, უფალო შენ გეძებ, შენთან ყოფნა გვინდა. აი ეს არის ქრისტიანობა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.